თბილისის კინოთეატრების ქსელი ამირანი და რუსთაველი ქართულ ინტერნეტ პორტალებს სასამართლოში უჩივის საუბარია შვიდ ქართულ ვებგვერდზე კინოთეატრების წარმომადგენლის ირინა კილასონიძის და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის გიგა კობალაძის განცხადებით ქართული ვებგვერდები ფილმებს უკანონოდ ათავსებენ, რის გამოც კინოთეატრები მნიშვნელოვნად ზარალდებიან. საკითხის დარეგულირების მიზნით კინოთეატრებმა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას მიმართეს მომზადდა სარჩელი, რომლითაც მხარეები ვებგვერდზე ფილმების უკანონო განთავსების აკრძალვასა და მეყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ. სამწუხაროდ ინტერნეტი არის ის სფერო, სადაც ყველაზე უფრო მეტი უკანონო პროდუქციის განთავსება ხდება. ეს განსაკუთრებით აისახება კინოთეატრებზე, ვინც ლიცენზირებულად ყიდულობს უცხოურ ფილმებს, იხდის ამაში საკმაოდ სოლიდურ თანხებს და შემდგომში პრემიერამდე ზოგიერთ შემთხვევაში და პრემიერის შემდეგაც ხდება ამ ფილმების განთავსება ინტერნეტში სრულიად უკანონოდ ყოველგვარი ნებართვის გარეშე, რაც აყენებს მნიშვნელოვან ზარალს კინოთეატრებს. ჩვენ გვაქვს კონტრაქტები სხვადასხვა უცხოურ სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომლებიც პირდაპირ გვავალდებულებენ, რომ დავიცვათ მათ მიერ მოწოდებული ფილმები. სამწუხაროდ აქამდე, უბრალოდ საბედნიეროდ აქამდე ვახერხებდით ამას და ქონდა მოლაპარაკება რამდენიმე საიტთან და აი მოლაპარაკების და ურთიერთშეთანხმების გზით ეს ყველაფერი გვარდებოდა. მაგრამ არიან ისეთი ინტერნეტ სივრცეში არიან ისეთი ვებგვერდები არსებობს, რომლებიც არ გვემორჩილებიან და არ ემორჩილებიან ამ ელემენტარულ საავტორო უფლებების დაცვას. თბილისში ახალი ქართული სრულმეტრაჟიანი